დიდი მონდომებით, ახალგაზრდული ენერგიითა და ინდივიდუალური სტილით ქმნის ანსამბლ ფრესკის ხასიათს, წლების გამოცდილებასა და მუდმივ შემოქმედებით ძიებასთან ერთად ელენე რატიანი რჩება ადამიანად, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ცდილობს ქართული ტრადიცია, ქართული ცეკვა მომავალ თაობებს შემოუნახოს და რაც მთავარია, მსოფლიოს გააცნოს. ნახოთ ჩვენი ჟურნალისტის ანა მაზიაშვილის სიუჟეტი ხაშურიდან. ელენე რატიანი! რატიანის ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მის ცეკვას ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს. ვიძებ ბაიძით. აბა, მოიგზავნე ჩემი ანგელოზე და ასლა ცეკვი და შემოწმეთ. ბავშვების მოძრაობებს ყურადღებით აკვირდება, შეცდომებს უსწორებს და რამდენიმე წამში თავადაც ახალგაზრდული ენერგიით იწყებს ცეკვას. მისი თვალით პოვნა, მოსწავლეებისგან გარჩევა თანდათან სულ უფრო რთული ხდება, რადგან 16-17 წლის ბავშვებს შორის თავადაც ამასეკის შესაფერისად გამოიყურება. სწორედ ასე მოძრაობს, ასეთი ჟინით გამოხატავს ცეკვის მიმართ სიყვარულს. ეს ელენე რატიანი, ადამიანი, რომელმაც ბავშვობიდან დღემდე ცხოვრება ცეკვას დაუკავშირა. დიდი გავლენა მოახდინა ჩემმა დედამ, ჩემ ცხოვრებაში ასე ხელოვნების კუთხით რომ წავედი. დედა მყავდა მოცეკვავე ქორეოგრაფი. ძალიან მკაცრი ქალბატონი იყო, არასოდეს არ მაქებდა. როდესაც ცეკვავდი სცენაზე, მაყურებელი ამყავდა, ძალიან მანერული გოგო ვიყავი და როცა დავასრულებდი, კულისებში მეძებდნენ ხოლმე, მიპოვიდნენ, ჩამკოცნიდნენ, ხელში ამიყვანდნენ, რა ვიცი, ძალიან ბედნიერები იყვნენ და მეც, მაგრამ დედა დუმდა. სამი, ფეხი მოამზადეთ. გასხიპეტანი. 1-2, 1-2-3, 1-2-3, 2, 1-2, 1-2. ხოლოდ მაშინ მიიღო დედისგან შექება, როცა მას გვერდით დაუდგა და ანსამბლის ხელმძღვანელობას შეუდგა. მანამდე იყო გზა, რომელმაც ნინო რამიშვილამდე მიიყვანა. ხაშურში ბავშვთა ანსამბლში ცეკვავდა. საქართველოში და საზღვარგარეთაც უამრავ კონცერტებში იღებდა მონაწილეობას. გამოცდილებაც ასე დააგროვა. სუხიშვილებში ცოტა ხანი იცეკვა. შემდეგ კი თავი ოჯახს მიუძღვნა და დღეს ის უკვე შემდგარი ქორეოგრაფია. ერთ-ერთ კონკურსზე, რომელიც ჩატარდა ფილარმონიის სცენაზე, ქალთა შორის საუკეთესო შესრულების პრიზი გადმოცა ქალბატონმა ნინო რამიშვილმა, დიდმა ქალბატონმა და მისი რჩეული გავხდი. აი მაშინ მითხრა, როდესაც პრიზი გადმოცა, რომ დაასრულებს სკოლას, აუცილებლად მოდი ჩემთან. დღეს ელენე რატიანი ხაშურელ ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებს და პროფესიონალ მოცეკვავეებს ზრდის. ანსამბლმა ფრესკამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის მოწონება მრავალჯერ დაიმსახურა. ანსამბლში, რომელიც 170 წევრისგან შედგება, ბავშვები ცეკვას მცირე ასაკიდან ეუფლებიან. ჩემი განსხვავებული სტილი მაქვს, ინდივიდუალური. თუმცა ფოლკლორს არ გადაუხვევ, ქართულს არ გადაუხვევ, მაგრამ ჩემი ინდივიდუალური სტილი მაქვს და სწორედ ის ვიდეოები, რომელიც გავრცელდა ჩემდა გასაკვირად, რამდენ ვიდეოსაც დავდებდი, ან ვინმე გადამიღებდა, ძალიან ვრცელდება და მოწონთ და ჩემი სტილის გამო მოწონთ, რომ არავის არ გავს. 10 წელია, რაც ამასავში ვცეკვავდა. ამ წელს უკვე ვამთავრებ აქ მოღვაწეობას. ცეკვა ჩემთვის არის ყველაფერი. თითოეული რეპეტიცია არის მნიშვნელოვანი ყველა მოცეკვავისთვის და თითოეული დღე ეთმობა ადამიანის და მოცეკვავის აღზრდას. ჩემს არის მეორე ოჯახი მაგალითად, სულ აი ძალიან ცუდ ხასიათზე რო იყო სიტყვაზე რაღაც კამათი მომივიდეს, ეს აქ როცა მომდივარ, ამ ჩემს ცუდ ხასიათს ტოვებ გარეთ. იმიტომ რომ აქ უკვე ერთი ოჯახია, სულ სითბო, ღიმილი. 2017 წელს წავედით პირველ მოგზაურობაზე, ასე რომ ვთქვა, ჩემთვის იყო პირველი მოგზაურობა შორს. ბულგარეთში წავედით, ვიყავი 10 წლის. ძალიან გამიჭირდა, თუმცა ქალბატონმა ელენემ დამანახა, რომ მართლა ჩემი მეორე დედასავით იყო. წავიდა 1, 2
2 აი საიდან მოდის ფეხი ზემოდან და უნდა გაკაჩოთ ასე აბა დადექით თის ბროლზე 1 2 3 4 5 6 7 8 კარგი ისეთი ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან რომ ფიქრობ რომ მათი ტოლი ვარ და ალბათ ამან განაპირობა სწორედ ის რომ ჯერ არ უბერდები და არც ვაპირებ დაბერებას. იმდენად პატრიოტი ადამიანი ვარ და იმდენად მიყვარს ჩემი ქალაქი ხაშური და ისე ძალიან ვარ დაინტერესებული რომ ქართული სულით და კულტურით გავზარდო ბავშვები და ისე შევეჩვი ამ ყველაფერს. ჩემი ცხოვრება გახდა და სხვანაირად არ იქნება, სხვანაირად არ შემიძლია. მოკლედ უდიდეს საქმეს აკეთებს ქალბატონი კი ბატონო ქართული ტრადიცია როგორი კარგად ცეკვავდა რა მაგრად ცეკვა თვითონაც კი უდიდეს საქმე და არ ვაპირებო გასხიბე დაბერებასო და მართალი ბრძანდებით რა დროს დაბერება მთელი ცხოვრება წინ არის და კიდე ბევრი საქმეა გასაკეთებელი ძალიან დიდი მადლობა